საღამომშვიდობის მეგობრებო, ცვლილება მოწვევებთან დაკავშირებით ეხლა დამირეკეს 5 წუთის წინ და მას მომბეს, რომ ორშაბათიდან, ანუ 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი სისტემა, რომელიც ქართველების შემთხვევაში ესე შორტ მოწვევებს ეძახთით, ანუ მოკლე მოწვევები 1-2 კვირაში მზადდებოდა. ახლა კი უკვე ლონგზე გადადიან, როგორც ჩანს, ლონგზე გადავყავართ ჩვენც როგორც ყაზახები, უზბეკები და ასე შემდეგ. მათ მოწვევაზე ჭირდებოდათ ხოლმე 2 თვიდან ზევით, 2 თვე, 3 თვე, ზოგს 6 თვე და გააჩნია რომელ ეროვნებაზე ვლაპარაკობთ, ხო, მაგრამ ჩვენთან ქართველების შემთხვევაში ერთადერთი რაც მარტივი იყო, ისიც გამოგვაცალეს ხელიდან, ასე რომ ვთქვა და 1 დეკემბრიდან უკვე გადადიან ლონგ მოწვევებზე. ამიტომ დღეს არის მეგობრებო 26 ნოემბერი, ახლა გერმანიაში ვარ, აქაური დროით 18 საათი და ხვალ და ზეგ 27 ნოემბერს და 28 ნოემბერს, მერე უკვე 29-30 შაბათი კვირაა რა. ამიტომ მეგობრებო, ვინც მირეკავდით და წამოსვლა გინდოდა და რაღაცა ხვალ და ზეგ როგორმე შემეხმიანეთ, გამაცანით თქვენი ახალდელი მდგომარეობა, ვინ რა ეტაპზე ხართ. ვიმეორებ, დღეს არის 26 ნოემბერი, ხვალ და ზეგ 27 ნოემბერს და 28 ნოემბერს. შემეხმიანეთ, იქნება რაღაცა მოვახერხოთ და ამ მოკლე მოწვევებშიც ჩაგსვათ თქვენ თუ არა და ორშაბათთან უკვე ყველას მოგვიწევს 99% მაინც ლონგ მოწვევებზე გადასვლა, ასე ვთქვა და ეგ უკვე ჩათვალეთ 2 თვე არის მინიმუმ მაგის ლოდინი რა. ასე რომ მეგობრებო, ასეთი ამბავია, სამწუხაროდ ის ერთადერთი ბონუსი, ასე ვთქვათ, რაც ჰქონდა სხვა ერთან შედარებით ქართველებს, რომ მალე მზადდებოდა ჩვენი მოწვევა, თუმცა ეგ მოწვევები ისედაც იწელებოდა ხოლმე, მაინც 2-3 კვირა უნდოდა, მაგრამ ერთ თვეს გაწელილა ხოლმე და თვე და ერთი კვირა ეგეთი შემთხვევაც ჰქონია, რომ გაწელილა. ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა პრინციპში. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ კვირაშიც გამიგზავნია რა და ამიტომ 2-3 კვირიანი ვარ და ჩათვალეთ გადავიდა მინიმუმ 2 თვეზე რა და გადადის 1 დეკემბრიდან მინიმუმ 2 თვეზე. მაგრამ როგორც ვიძახი, მოსალოდნელი იყო მეგობრებო, მაგას ველოდებოდით, უბრალოდ ახლა არ ველოდებოდი, ჯერ 1-2-3 თვე კიდე მინიმუმ არ ველოდებოდი რა. არა უშავს, სხვანაირად დავგეგმავთ, სხვანაირად გადავგეგმავთ, მაგრამ ვიმეორებ, ვინც აპირებდით წამოსვლას და რაღაც მიმოწერებში იყავით, ხა ყველას ვერ ჩამოუყვები და ვერ მოგძებნით, მაგრამ ყველანი როგორმე შემეხმიანეთ ორი სიტყვით, რა ეტაპზე ხართ, მოიწერეთ, რომ თუ რამე საშუალება იქნება თქვენი მოწვევები ეხლავე დავაწყებინო გამონაკლისის სახით, ნახოთ ხვალ და ზეგ. ასე რომ თქვენს მეგობრებო, წარმატებები ყველას, ყველაფერი ასეც და ისეც მაინც კარგად იქნება.